დასადროდის გენერალური სპონსორია ნანო. უმაღლესი ხარისხის ევროპული საწვავი სოკარისგან. ტელემაყურებელთა ინტერესებს იცავს ბაზის ბანკის ბიზნეს კლუბი. გააძლიერეთ თქვენი ბიზნესი. ბაზის ბანკი, სასარგებლო ბანკი. დასადროდის სპონსორია Silk TV-ს თემატური პაკეტის სილცმო. გაიაქტიურე პაკეტი მხოლოდ 2 თვეში და შეუერთდიო სოფლიო სპას. Silknet-ი. საღამოშიდობისა. ბატონებო და ქალბატონებო, წინა შაბათს დასრულდა შემოდგომის სერიის პირველი მიკროდუელი, რომელშიც ზალ უდუმაშვილის ექვსეულმა დაამარცხა ნიკოლოზ ჭურაძის ახალბედების გუნდით და დაეუფლა სვაროვსკის მიერ დაწესებულ აი ამ პრიზებს ბროლის ბუების წყვილს. გასარკვევი დარჩა ბუების წყვილის მეორე მფლობელის ვინაობა და დღეს მეორე მიკროდუელის პირველი თამაშია. თამაში, რომლისთვისაც უკვე კარგი ხანია ემზადება გამოცდილი და დამსახურებული მოაზროვნეებისაგან შემდგარი ექვსეული. ბატონებო, მზად ხართ? ყურადღება. დღეს შაბათია. 2015 წლის 31 ოქტომბერი და ჩვენ ვიწყებთ მესამე თამაშს შემოდგომის სერიაში რა, სად, როდის. დავიწყოთ. ყურადღება. შემოდგომის სერიის მესამე თამაში ტელემაყურებლის წინააღმდეგ ითამაშებს კახა მაჩიტიძის ექვსეული. დიპლომატი დავით ჭოჭუა. იურისტი დავით ვასილაია. აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი დავით ბაციკაძე. ტელეწამყვანი PR სპეციალისტი ბესიკ ლილუაშვილი. ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი ნათია ქვაჩაკიძე. გუნდის კაპიტანი, ფინანსისტი, აუდიტორი კახა მაჩიტიძე. დღეს თამაშობენ ტელემაყურებლები. მერი ჩიკვილაძე ლანჩხუთი, მალხაზ ბუკია თბილისი, ირინა კოშაძე გარდაბანი, ნანა ნადირაძე თბილისი, ბაატა ალიაშვილი თელავი, ვაჟა დუხაშვილი სექტორში სუპერბლიცი, ნანა კაცანაშვილი თბილისი, ნანა კუსიანი ქუთაისი, ქეთევან ფირანიშვილი თბილისი, მზევინარ გვაზაბია ხობი სექტორი სტუმარი, გურამ ჭეიშვილი სექტორში ბლიცი. 2015 წლის შემოდგომის სერია ელიტარულ ინტელექტ კლუბში ვთამაშობთ რა, სად, როდის. ვთამაშობთ 6 ქულამდე პირველი რაუნდი. საღამოშიდობისა პატრიცემულო ტელემაყურებლებო, მოგესალმებით ხალბატონებო და ბატონებო. როგორც უკვე აღნიშნეთ, დღეს სარკისებრ მაგიდას უძის გამოცდილი, დამსახურებული და მრავალ ჭირვარამ გამოვლილი გუნდი, რომელიც ამ შემადგენლობით პირველად შეიკრიბა. საღამოშიდობისა ბატონო კაპიტანო, მივესალმები კახა მაჩიტიძეს. საღამოშიდობისა ბატონო. ანუ ემზადებოდით ხო სერიოზულად? ვიცი მთელი ზაფხული შრომაში იყავით. გუნდის ყველაზე გამოცდილი წევრია ის დღეს მე-13 თამაშს ატარებს ელიტარულ კლუბში დავით ჭოჭუა. საღამოშიდობისა ბატონო დავით. გახდეთ ბატონ დავით, გითხარით აბა. ყველაფერი კარგი ბატონო წამოვალო. იმედია თამაშიც ესე იქნება. ნახოთ, წარმატებას გისურვებთ, ყველა ერთად გავამხნევოთ მაჯიდიც ექვსეული და წარმატება ვუსურვოთ და დავიწყეთ ნანა ნადირაძით. დიასახლის თბილისიდან ჩვენი ტრადიციული ავტორი. ყურადღება. ქალბატონი ნათია. დიახ, ბატონო წამყვან. ერთხელ ერთმა ახირებულმა კრიტიკოსმა აკაკის პოეზია დაუწუნა და ურჩია. ან ლექსის წერა შეწყვიტე, ან და თუ მაინც ვერ მოიშლი, მხოლოდ ერთი ტიპის ვიწრო სახასიათო ლექსები წერეო. აკაკი მიუგო. დიდად გმადლობ ამ რჩევისთვის და მზად ვარ პირველს თქვენ გემსახუროთო. ყურადღების შეკითხვა.
ხალბატონი ნათია. რის წერას ურჩევდა კრიტიკოსი აკაკის დრო? ნეკროლოგები შეიძლება რამე კაფია რაღაც მოკლედ გასაშარჟებელი ვიღაცას უნდა მიუძღვნა რა შეიძლება აი ნეკროლოგიო და ჰიმნი ეპიტაფია რა ვიცი აი სხვა შეიძლება ეპიტაფია კარგი კიდე რა შეიძლება გავიარეთ ჯობია კაი სხვა რა შეიძლება შაირი ანუ იმან შაირი და კაფია პირველი შენ მოგიწვევს არავის ეთია რა ანუ ზადა შეიძლება გემსახუროთ მოგიწვევთ არა თქვენ გემსახუროთ რა ანუ ამ სამურებაზეა ლაპარაკი და კარგი, რამე ესეთი კრიტიკული სინავი ლექსი, რამე სპეციფიკური სახელი თუ აქვს? აი, გემსახუროთ ცოტა მაეჭვს, თორე ეს ეპიტაფია გასაშარჟებელი ეპიტაფიას ფიქრობ რა კარგი, კიდე რა შეიძლება? დამცირებდა რაღაცა ისე. აი, რავი, რამე დრო ამოიწურა. დრო ამოიწურა ბატონო, კახა ვინ პასუხებს? ვინ პასუხებს? ნათია კვაჩაკიძე. ნათია კვაჩაკიძე პასუხობს, ხალბატონ ნათია. მას გისმენთ, რის წერას ურჩევდა კრიტიკოსი აკაკის? ჩვენი აზრით ეპიტაფიების. რატომ? იმიტომ რომ ჯერ ერთი მისი პოეტური ნიჭი ალბათ ჩათვალა რომ მეტი გასაქანის არ იყო, მოკლე, ასე ვთქვათ, ლაკონური, გარდაცვლილები. და რატომ მიუგო დიდად გმადლობთ ამ რჩევებისთვისო და? ნუ აკაკი ახლა თავისი მახვილგონიერებით ცნობილია და შესაბამისად აქედან გამომდინარე ვიფიქრეთ რომ რადგან პირველი მას მოემსახურებოდა რაღაც არასასიამოვნო უნდა ყოფილიყო ამ ქალბატონისთვის და ქალბატონზე არ იყო საუბარი კრიტიკოსი ბატონი იყო და უკაცრავად ბატონისთვის ანუ აკაკი ახლა ქალს ეგეთ რამეს ვერ უკაცრავად არა მე უბრალოდ არ ეთქოდა ანუ თქვენი პასუხია დიახ თქვენი პასუხია ეპიტაფია და ბესო ლილოაშვილს რა ვერსია ჰქონდა თავიდანვე მე ვემხრობი ორი ეპიტაფიას ნუ თავიდანვე იყო რაღაც ვერსიები მაგალითად ოდა არა კიდე ერთი ჰქონდათ კაფია ქონათ ნეკროლოგი თქვენი არის ნეკროლოგი დიახ ხო ყურადღება სწორი პასუხი კრიტიკოსმა უთხრა აკაკის ისე ცუდი პოეზია გაქვს მარტო საფლავის ქვებზე საწერი ლექსების ეპიტაფიების წერა არის შენი საქმე რაზეც აკაკი მიუგო დიდად გმადლობ გზათა ვარ პირველი თქვენ მოგემსახუროთო ნათია კვაჩაკიძე 1-0 ბატონებო და ქალბატონებო უკვე 5 წელია მოაზროვნების ერთგულია და მათ ინტერესებს იცავს ელიტარო კლუბში კომპანია სოკარი. სამწუხაროდ დღეს სოკარის წარმომადგენელი ვერ გვეწვია. ამიტომ მე შევატყობინებ მოაზროვნებს რომ თამაშის ბოლოს დასახელებული იქნება საუკეთესო მოაზროვნე დღის მოაზროვნე რომელსაც გადაეცემა 200 ლიტრი ნანო საწვავი სოკარისგან. მეორე რაუნდი. ყურადღება ამ გუნდის სტატისტიკა, მოგესალმებით გუნდი პირველ თამაშობს ამ შემადგენლობით, მაგრამ მათ აქვს უკვე თავის სტატისტიკა, იმიტომ რომ პირველ არცერთი არ თამაშობს. ყველაზე მეტი 18 ქულა კლუბში აღებული აქვს ნათია კვაჩაკიძეს ერთადერთ ქალბატონს კლუბში სამამშვიდობთ კიდევ ერთხელ ქალბატონ ნათია. 15 ქულა აქვს მოპოვებული ელიტარო კლუბში დავით ბაციკაძეს, მოგესალმებით ბატონო დავით. 12 აქვს ბესიკ ლილოაშვილს და 11 დავით ჭოჭუას. გარდა ამისა, პატიცემულო ტელემაყურებლებო, მინდა გაუწყოთ, რომ გამოიცა დავით ჭოჭუას რომანის სინათლის ორდენის ქრონიკები, პირველი წიგნი, რომელიც პოპულარობით სარგებლობს ფენტეზის ჟანრის მოყვარულებში. აი ეს წიგნი. ბატონ დავით, როდის უნდა ველოდოთ მეორე წიგნის მოკლედ გითხარით, სანამ თელავთან ერთად ვითამაშოთ. დიდი იმედი მაქვს რომ გაიცათ. თქვენი ფანები მეორე ტომს უნდა ელოდნენ გაიცოთ. თელავი მოვიდა პაატ ალიაშვილი პედაგოგი თელავიდან ითამაშებს მოაზროვნების წინააღმდეგ. ბატონ დავით ჭოჭო. ყურადღება მონიტორზე. ეს ფოტო კითხვის ავტორმა გადაიღო დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივსაცემ მემორიალზე. ყურადღება შეკითხვა. ბატონ დავით, რომელ ქვეყანაში იმყოფებოდა ფოტოს ავტორი? რა? ბიჭო მდინარეა
რა აშკარად დინარია და დინარის ნატეხებიცაა ჟური რა. რაღაც აფეთქება. აშკარად რაღაცაზე გადასვლა. რა შეიძლება იყოს ის რამე დიდი ფუკუშიმა რაღაც ეგეთი. დავიცი ნექსტი შუბები რა არის ასოციაცია. რელსების ასოციაციაც ხომ არის. კონკრეტული ამბავი გვინდა კონკრეტული და ეს კალიაში ჰოლოკოსტის ცოდნი ხომ არა იადაში. აი ნორმანდიაში გადმოსხმა ხო არაა და მაშინ სანაპირო არა რაღაც ნუ კაი სხვა რაღაც დინარეს მაგონებს და იმიტომ ვიცახი რა რამე დინარეში გადასვლისას დაგუხმარებები დინარეში ან საზღვარზე გადასვლისას ან რაღაც ესე შეტყობინები რო გადადიან იმაში რატოა ვაფია სარკოფაგის დინაში ჩას გალიაში რაღაცაში გადასვლას კაი მომიშლე ეს ხო არ შეიძლება იყოს აუშვიცი ან რამე ის ხო არ შეიძლება იყოს რა ქვია საკონცენტრაციო ბანაკი ხო არ შეიძლება იყოს პოლონეთი კაი მირები ომში დაღუპული და ისა ომში არაა დაღუპული ხო ნუ საკონცენტრაციო ბანაკი ანუ რა ვიცი იმის დროა მოიწურა ბატონო გახა ვინ პასუხობს სამჯერად სიჩუმე გისმენთ არ არის პასუხი ყურადღება მაშინ გითხარით რა დაათო ბაცი გადაევა. დავით ბაცი. ბატონ დავით. მაშინ რომელ ქვეყანაში გადაღებული ეს? ნუ სად დგას ეს მონუმენტი ასე ვთქვით. რა ვიცი იყოს მაშინ საფრანგეთი და ნორმანდიაში ჯარების გადასვლის და სანაპიროს. აბა აგვიხსენეთ ერთ სურათს. რა ვიცი სანაპიროს მეადგილსო ბესო ჩემი ვერსია არის ყო მაგრამ. სად არის აქ სანაპიროს სხვა ჩანს ქვიშა თუ რა. მორახ რაღაც. ანუ ეხლა მიხვდით რომ არა ასწორი პასუხი და ბესოს დააბრალეთ ხო? რა შუაში ბესოს დააბრალეთ არის ყო ჩემი ვერსია და. აბა თქვენ რა პასუხობთ მაშინ? მე კაპიტანმა მითხრა სენ პასუხი. დინარე. ყურადღება სწორი პასუხი. ერთი მდინარე კი არა რა მცენარეა ეს? მცენარეა. ბამბუკია, ბამბუკია. ერთი ხორბალია, დავით. ხორბალია? ხო, არ ვიცი. რატო უნდა მიხდე ხორბალი რა? და ეს ხორბალი არის დაპატიმრებული. დაპატიმრებული? რონდამორია უკრაინა? ფოტოზე გამოსახულია სკულპტურა, რომელიც სიმბოლურად ესე დაპატიმრებული ხორბალი 1922-23. ნუ უფრო გავს ხორბალს ვიდრე სანაპიროს რომ არ მოგატყოთ მაინც. 1922-23 წლებში უკრაინაში მოწყობილი ჰოლოდომორის შედეგად დაიღუპა რამდენიმე მილიონი ადამიანი. ეს არის ჰოლოდომორის მსხვერპლთა მემორიალი უკრაინაში, კიევში. ანგარიში გათანაბრდა ერთი ბატონებო და ქალბატონებო მესამე წელია ელიტარულ კლუბში რასაც როდის ტელემაყურებელთა ინტერესებს იცავს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და სტაბილური ბანკი ბაზის ბანკი და მისი წარმომადგენელი თამარ ხადური საღამოშვიდობისა ბატონო წამყვანა ბაზის ბანკის სახელით ვისურვებ წარმატებას ყველა ტელემაყურებელს რომელიც დღევანდელ გადაცემაში იღებს მონაწილეობას რაც შეეხება ტელემაყურებელ პაატა ალიაშვილს მას მივულოცავ გადავცემ ბაზის ბანკის ბარათს რომელზეც დარიცხულია 500 ლარი 500 ლარი პაატა ალიაშვილს თელავში ანგარიში თანაბარი 1-1 მესამე რაუნდი ბატონო ტელემაყურებლებო უკვე იცით რომ მიმდინარე წლის 13-15 ნოემბერს თბილისი უმასპინძლებს სოფლიოს მე-13 ჩემპიონატს ინტელექტუალურ თამაში რასად როდის ველოდებით 60 გუნდს 25 ქვეყნიდან რამდენიმე დღით თბილისის ზღვაზე ახლად გახსნილი სასტუმრო ჰუალინგი იქცევა სოფლიოს ინტელექტუალურ ცენტრად. სოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ბრენდი იქნება სარაჯიშვილი. მივესალმები კომპანია სარაჯიშვილის მთავარ ტექნოლოგს დავით აბზიანიძეს. საღამოშვიდობისა ბატონ დავით. საღამოშვიდობისა ბატონებო, საღამოშვიდობისა ინტელექტ კლუბის მოთამაშეებო გისურვებთ წარმატებებს. კომპანია სარაჯიშვილის სახელით მოგესალმებით. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია წარმოადგენდეთ ესოდენ სოლიდური ჩემპიონატის ოფიციალურ ბრენდს და დარწმუნებული ვარ ეს შემთხვევითი მოვლენა არ არის საქართველოში თბილისი შემთხვევით არ იქნა არჩეული სოფლიო ჩემპიონატის ჩატარების ადგილად ეს თქვენი დამსახურებაა პირველ რიგში ქართველი ინტელექტუალები უდაოდ გამოირჩევიან თავისი მაღალი პროფესიონალიზმით და ძალიან მაღალი ინტელექტუალობით გისურვებთ წარმატებებს და იმ პროგრამა მაქსიმუმის მიღწევას, რასაც ელოდებით სოფლიო ჩემპიონატისგან. ურმესი მადლობა. ეხლა კი ვითამაშოთ მზევინარ გვაძაბიასთან ერთად. ეს არის მუსიკის მასწავლებელი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთიდან. ბატონო ბაჩო ბასილაი.
როგორც ცნობილია, მონღოლებმა საქართველოში მრავალი ახალი გადასახადი შემოიღეს. ერთ-ერთი გადასახადი წარმოადგენდა შესყიდული მსხვილფეხა საქონლის ღირებულების 3%. ანუ როცა შეისყიდით საქართველოს მოსახლე მსხვილფეხა რქოსან ირუტყს 3% უნდა გადაეხადა როგორც გადასახადი მონღოლებისთვის. რის შემდეგაც საგადასახადო მოხელე აკეთებდა სპეციალურ აღნიშვნას. ყურადღება, შეკითხვა. პეტრობაჩო. რა ეწოდებოდა ამ გადასახადს? დრო. დაღი მაშინ. აღნიშნული და საქონელი. დავიცი ისე სხვა. რაღაცა შემორჩა ფაქტი აქედან. კარგი ერთი და აღნიშნული. ბიჭო, მე რამე კიდე სხვა რა. სამთან შეიძლება იყოს კარგია. ხო, სამთან შეიძლება იყოს კავშირი, რაღაც სხვა შეიძლება დავაკავშიროთ რა ამ რამე 3%. შეიძლება კიდე საბანკო სფეროში ხო შემოვიდა ძველი რაღაც ქართული ბეგარა შეიძლება იყოს პროსტა ბეგარა. არა. რა შეიძლება კიდე იყოს რომ 3% რამეს რაიმე კონკრეტული ან რაღაც ზომას მეთქულებაში ხმარ შემოვიდეს სხვა ისე. სპეციალურ ნიშანს ასვამს. ასვამდა ნიშანი ხო გასაგებია. არა, კი, მაგრამ სხვა რაღაცა. ფრაზა შეიძლება არ მე მეგონა დაღი დამღარი ითის ასმენა და დაღიერი დრო ამოიწურა. დრო ამოიწურა. ბატონო, გახა ვინ უპასუხებს ამჯერად? ესო პასუხებს ლილუაშვილი. ბესიკ ლილუაშვილი გვეტყვის ახლა რა ეწოდებოდა ამ გადასახადს? ამ გადასახადს ჩვენი აზრით ეწოდებოდა დაღი. დაღი? რატომ? სიჩუმე. იმიტომ რომ დაღი არის ნიშანი, რომელსაც ასვავენ რაღაცის ნიშნად. ბრისნია მაგალითად სიყვარულის ნიშნად. სიყვარულის ნიშნად. ის რო გადადილი იყო ამ საკითხს. ერთი წუთი რა ბატონო კაპიტანო, ერთი მოთამაშე გააჩვენეთ რა. ფორმულირებაში იყო რომ ესეთი რაღაცა რომ სპეციალურ ეს ვინც აღწერდა, აკეთებდა სპეციალურ აღნიშვნას. სპეციალური აღნიშვნა რადგან მსხვილფეხა პირუტყვზე გვაქვს თან საუბარი საქონელზე, შესაბამისად ვივარაუდეთ რომ ასვავდნენ დაღს. ანუ სხვა როგორ აქვს ნავრიც. რომ გადახდილია ამ საქონლის გადახდილია. თქვენი პასუხი მივიღე. აი ახლა ბატონ დავით ბაციკაძე. წერან ხო პასუხობთ და ბესოს დააბრალეთ ამის ვერცია იყო და მე და შუაში ვარ. ახლა აქტიურობთ, ახლა მითხარით თქვენი ვერსია. ანუ ჩემი ვერსია იყო და. ეს თქვენი ვერსია იყო. გავცვალე. ჩემი ვერსია იყო და. აი ერთად გავუცვალეთ არასწორი ვერსია. კეთილი. ყურადღება, სწორი პასუხი. დიახ ბატონო ბესო, დიახ. საგადასახადო მოხელე შესაბამისი გადახდის შემდეგ ასვამდა და ცხელი შანთით ასვამდა ნიშან მსხვილფეხა საქონელს. სწორედ აქედან შემოვიდა ქართულ ენაში სიტყვები დაღი და დამღა. ეს ერთი ნიშნულობის სიტყვებია. ეს სწორი პასუხი იყო. ბესიკ ლილუაშვილმა ქულა მოუტანა მოაზროვნებს. აგერში გახდა 2-1 მოაზროვნების სასარგებლოდ. ბატონებო და ქალბატონებო, მიმდინარე სეზონში საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის ლიდერი კომპანია სილკნეტი ჩვენი კლუბის მხარდამჭერი და გენერალური სპონსორი. დღეს სილკნეტს წარმოადგენს ქალბატონი სოფიო ჭავა. საღამოშვიდობისა. მინდა წარმატება ვუსურვა გუნდს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად მიდის თამაში. დღეს დავასახელებთ თამაშის საუკეთესო მონაწილეს და მას გადავცემთ სილკნეტისგან 300 ლარიან სილკ ბარათს და ჩვენი პარტნიორი ჟურნალისგან, ჟურნალი National Geographic-ის ქართული გამოცემის აქამდე გამოცემულ ყველა ნომრის ბიბლიოთეკას და 1 წლიან გამოწერას. უგორმესი მადლობა, სილკნეტი ყველაფერი კავშირშია ინტელექტთან. მეოთხე რაუნდი. ბატონო კახა. სად არის კაპიტანი? დღეს საინტერესო სტუმარი ყავს. ბატონო კაპიტანი, ხომ არ გვეთამაშა მასთან ერთად? აუცილებლად. კარგი, მაშინ გავაჩეროთ სრიალად რა არ დავკარგოთ. სექტორის სტუმარი. დღეს ჩვენი სტუმარია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია. საღამო მშვიდობისა.
მოგესალმებით ბატონ გიგა, კეთილი იყოს თქვენი ფეხი ელიტარულ ინტელექტ კლუბში. მოგესალმებით ბატონ წამყვანო, მივესალმები გუნდს. გუნდმა ძალიან კარგად დაიწყო თამაში და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემს კითხვასაც სწორად გასცემენ პასუხს. არა, მოდი ნუ ვიჩქარებთ ბატონო გიგა. ჯერ მე მინდა ყველა მიცოდეს, რომ მსოფლიო ჩემპიონატი რო გვაქვს ნოემბერში, 12 ნოემბერს ჩემპიონატი გაიხსნება ტურნირით, რომელშიც ყველა შეკითხვა ეძღვნება საქართველოს და თბილისს. ანუ ესე არაოფიციალური პირველი ტურნირი გვაქვს უცხოელებისთვის, ყველა მონაწილესთვის საქართველოს უნდა ვათამაშოთ რასადროდეს. და ეს ტურნირი ტარდება ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ. დიდი მადლობა. ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი მოხარულია, რომ დღეს იმყოფება ჩემი სახით თქვენთან სტუმრად, ასევე იმ ღონისძიებაში მონაწილეობისთვისაც მინდა გამოთქვა ჩემი სიხარული, რომ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი ხარს უჭერს მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ეტაპს. ძალიან მნიშვნელოვანია თბილისი რომ მასპინძლობს აღნიშნულ ტურნირს და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი კლუბი დიდ წარმატებას მიაღწევს და გამარჯვებული გახდება. აი, ეგ შემდეგ თამაში უნდა ეკეჩაბოთ, გითხოთ რა ფავას და დანარჩენ მოაზროვნებს. კაი, მოშ გითხეთ დღეს რა მოუმზადეთ მოაზროვნებს? დღეს მოაზროვნეებს მოუმზადებთ ერთი შეკითხვა. გთხოვთ მონიტორს შევხედოთ. ყურადღება გიგა კაბელაიას შეკითხვა. თქვენს წინაშეა სკულპტურა და გთხოვთ დაასახელოთ რუსეთის ფედერაციის ქალაქი, სადაც განთავსებულია აღნიშნული სკულპტურა. დრო? სათვალის ის სათვალე შეიძლება იყოს, ვინ იცის? კითხვაში მეტი არაფერი არ არის. კაი, გულით. просто სათვალეთი და ხელით უნდა მივხვდეთ რა, სათვალე არ არის. ეს სათვალე უკვე რა ასოციაციაში. ჯამბაზი შეიძლება რომელიმე სათვალიანი იყოს. სახელობის ხო არ არის, არ არის რა. ლენონის რუსეთის ფედერაციის ქალაქი. კაი, პოლიტიკა იყო ზა. ნამდვილად ცნობილი ცნობილი სათვალიანი შეიძლება გაუხსენო. მაგალითად გრიბოედოვი. ჩეხოვი შეიძლება იყოს. ვოროშილოვის სიტუაცია. ტურნირის დასაბლო ჩემპიონატად არის. ვოროშილოვი ცოცხალია. გუდი ალენის სათვალე სადგა. თანამედროვე საბჭო გაუშვება. თანამედროვე ცოცხალია ვარ. ცოცხალია. გუდი ალენის სათვალე სარგავს. რატო ვიდი მე რუსეთში სათვალიანი ვივიც რუსეთში ძალიან ცნობილი. რუსეთის ქალაქი. ხელშტიჩი უკავია სათვალეთან ასე. ბიჭო მაგის ლადლისევდო ნამდვილი სახელი ლაგერი გვარი გახსოვს. ქალაქი რომელია? დრო ამოიწურა. დრო ამოიწურა. დრო ამოიწურა, ბატონ კახა ვინ უპასუხებს? არ არის პასუხი. არა, არ გიპასუხებ. არა, პასუხი ყურადღება. არა, ყურადღება. ხო, გითხარით მაშინ. ყურადღება სწორი პასუხი. ვიდეო. ბატონ, გიგა კაბელაის. ჭიმავს ახლა კაპიტანი დროს და არ გესწრება. არა, მაინც უდიანეს სათვალეს ვამსგავსებ და რამდენადაც მოკლედ რა, ბატონ გიგა, თქვენი პასუხი. რამდენადაც მახსოვს მაგის ნამდვილი გვარი. არა, აღარ ვიღებ პასუხს. კენიგსბერგი არის, მე მგონი მაგის გვარი და კალინინგრადი უნდა იყოს მაშინ ქალაქი. ბატონ გიგა კაბელაის პასუხი. ბატონო წამყვანო, ბატონო კლუბის წევრებო, კაპიტანმა სათვალე ნამდვილად სწორად მიამსგავსა უდი ალენის სათვალეს. და ეს ქალაქია კალინინგრადი. სამით ერთი. ხალბატონებო და ბატონებო, გაზაფხულიდან ჩვენი სპონსორი და საიმედო პარტნიორია სამშობლო კომპანია GBG. კომპანიას წარმოადგენს აღმასრულებელი დირექტორი ბაქარ დარჩია. საღამოში და ბატონ ბაქარ. სამშობლო კომპანია GBG, რომელიც არის საფუძველს თქვენი ახალი ცხოვრების სტილის დამკვიდრებას. და უნდა საღამოს დააჯილდოოს ფავორიტ მოაზროვნეს ან კითხვის ავტორს 10,000 ლარიანი ვაუჩერით დასრულებული ბინისა, რომელიც მდებარეობს შროშის 2 ნომერში. გორმეცი მადლობა. დამატებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ვებ მისამართზე my.gbg. მეხუთე რაუნდი.
პირადი შეკითხვები გვაქვს მოაზროვნეებთან. შოთა ცაბუტაშვილი სიღნაღიდან კახა მაჩიდიძეს ეკითხება კაპიტანს, სად ატარებდით ხოლმე გუნდის ვარჯიშებს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპიდან გამომდინარე? განაწილებული ქონდა თბილისი, ქუთაისი და ბათუმი. ხო, მაყურებელ მარიცის რომ გუნდის წევრები ცხოვრობენ ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში. ადრე ცხოვრობდნენ კიდე ფოთში და ზუგდიდში, მაგრამ ეხლა თბილისში ცხოვრობენ. ნათია უძლევარ თბილისიდან დავით ბაციკაძეს, რომელი თქვენი საქციელით ამოყობთ ყველაზე მეტად? ეხლა არ მოგვიყვეთ ძალიან გთხოვთ, გვაჩვენეთ თუ შეიძლება. დავით ბაციკაძეს 4 შვილი ყავს და მას 3 გოგოს მერე ვაჟი შეეძინა წელს და მიულოცოთ მოდეთ ყველა მეტად. ისრის მიხედვით გვაქვს თბილისი გვაქვს ქეთევან ფიდანიშვილი, იურისტი თბილისიდან ითამაშებს თქვენს წინააღმდეგ. აი სწორედ ქუთაისელი თუ არის ვინმე. არიან ხო გუნდში ქუთაისელი ბატონ კაპიტანო? კი. თქვენ და ნათი. სხვა თქვენ და ნათი. კეთილ. მოისმინეთ სტროფი ლექსიდან. რომელიც მე გამოისახება კიდე. გუშინ ვაგონში ფერმკრთალები შიშობდნენ ჭლექზე. ისრო და ველებს სექტორებად უცხო მედისკე. მე კი მათრობდა მხოლოდ ერთი ძვირფასი ლექსი. მიმქონდა ხსოვნა ელენესი იმერეთისკენ. მკვდარო ქალაქო გაიღვიძე მოვიდნენ მტრები და მოახლოვდა შებრძოლება სითეთრე დილის დაუტირებლად შენ სოფიან გრიგალში ქრები, როს ყველა ცრემლი დაუტოვეს საყვარელ თბილისს. ყურადღების შეკითხვა. დაასახელეთ ამ ლექსის ავტორი დრო. ელენე დარიანის ამბავი. შეიძლება თან არა გვაქვს ელენე ელენე ახმედიანზე შეიძლება ელენე ახმედიანი იყო და ვინმე მიუძღვნა ვის შეიძლება ჭლექი რავი ასაკიანი შეიძლება იყოს მაგრამ ვის შეიძლება კიდე ელენესთან კავშირში არ არის არა 20-იანების ბოლოს გადაეკეთა ვინ კონდა ხსოვნა ელენეს იმერეთის ვის შეიძლება ყოველდღურად თქვა თბილისში რატო შეიძლება შეყვარებული ვინმე კავშირში რა ველებს მატარებლის და მატარებიდან ჩამოსვეს ტიციანი შეიძლება ქუთაისისკენ მიდის იმერეთისკენ მიდის ტიციანი ხეთ წაიყვანეს ვინმე ეს ხატვარი ხუაწედა იმერეთისკენ ელენე ვინ შეიძლება იყოს მე დრო დრო ბატონ კაპიტანო ვინ უპასუხებს? კი ბატონო და თუ ჭოჭოობას დავით ჭოჭო გისმენთ ბატონ დავით ბატონო წამყვანო რატომღაც გონია რომ ეს არის პაოლო იაშვილი რატომ? იმიტომ რომ ელენე ასოცირებას გავაკეთებთ ელენე დარიანთან მე პაოლო იაშვილს ელენე დარიანი არ აქვს თავის ლექსებში მოხსენებული ამდენთაც მე ვიცი პაოლოს არ არის კი მაგრამ მის ანუ ჯერ ერთ-ერთი ვერსიაა ხო? არა ნუ ცოტა არ იყოს ახლა მომავლეთ ახლა ბატონო წამყვანო ანუ ასოცირებით ანუ როგორც მისი გნებავთ მუზა და არ გნებავთ რამე ანუ მასთან ასოცირდება პირდაპირ სახელით გავედით რა გასაგები კეთილი დიდი მადლობა ახლა ყურადღება სწორი პასუხი ამ ლექსს ეწოდებოდა ქუთაისი მკვდარი ბრიუგე და ეკუთვნის იგი დავით ლომინაძის საყვარელ პოეტს ქუთაისელი და თან ჭლექიანი ამ პოეტს ქვია შალვა კარმელი 3-2 3-2 გახდა ანგარიში ხოლო ქეთევან ფიდანიშვილი მიიღებს 500 ლარს ბაზის ბანკისგან ანგარიშს ხალხო მინიმუმამდე შემცირდა ახლა კი ყურადღება პატიცემოდო ტელემაყურებლებო 2 იანვარს გაიმართება წლის სუპერფინალი ელიტარულ კლუბში რასადროდეს. თუ ფინალში გაიმარჯვებენ მოაზროვნეები უძლიერესი მოთამაშე მიიღებს ბროლის 25,000 ლარს სოკარისგან. თუ გაიმარჯვებენ ტელემაყურებლები საუკეთესო შეკითხვის ავტორი დაჯილდოვდება ბროლის ბუთი და მიიღებს 5,000 ლარს ბაზის ბანკისგან. სუპერფინალში კომპანია სილკნეტი დაასახელებს სილკბარაძის ფლობელს, რომელზეც 500 ლარი იქნება დაარიცხული. ჩვენი სპონსორია უკვე მესამე წელი კომპანია ევროპა ბეთი, რომელიც წლის სუპერფინალის მე-6 რაუნდში გამარჯვებას გადაცემს სპეციალურ პრიზს 1000 ლარიან დეპოზიტ თავარ აკაშს.
ყურადღება ევროპა ბეთის რაუნდი. მიესალმები ევროპა ბეთის წარმომადგენელს გიორგი გვენეტაძე. საღამოს მშვიდობისა. მშვიდობის ბატონო დამპანო, ძალიან საინტერესო და დაძაბული თამაში გვაქვს. სურს შეგახსენებთ, რომ ხვალ ევროპა ბეთის პოკერ რუმში სტარტს იღებს მსოფლიო პოკერის ტური და დოლარის კურსის გათვალისწინებით გარანტირებულმა საპრიზო თანხამ უკვე შეადგინა 9 მილიონი ლარი. შესაბამისად, ნებისმიერ მსურველს შეუძლია ხვალიდან ჩაერთოს აღნიშნულ ტურნირში. საკმაოდ ბევრი მონაწილე გვყავს ინტელექტ კლუბიდანაც, სადღაც 10-მდე მონაწილე უკვე არის დარეგისტრირებული ტურნირზე და შესაბამისად, თქვენც ისევე როგორც სხვა თქვენს მეგობრებსაც გისურვებთ წარმატებებს აღნიშნულ ტურნირში. მადლობთ, მე შევეცდები, აი 9 მილიონიან ჩავეზია რომ ასე ვთქვათ საპრიზო თანხაში თუ გამომივიდა. ევროპა ბეთი ლიდერი კომპანია აზარტული თამაშების სფეროში. მოვიდა ბლიცი. მოვიდა და ბლიცის ავტორია გურამ ჭეიშვილი თბილისიდან. რომელმაც თავისი ბლიცი ააგო მსოფლიოს სახვითი ხელოვნების ნიმუშებს. ბატონებო. ანუ სურათებზე რომლებიც შემდგომში გახდნენ ცნობილი კინოკადრები, ანუ რომელიღაც რეჟისორმა ეს მხატვრული ტილოები აიღეს თავიანთი საკულტო კადრებისათვის, კადრი გააკეთეს. გასაგებია? ხედავ რომ არა. კაი, მაშინ აი მაგალითად ავხედოთ მონიტორს. მოგეთ თქვენ წინაშე ამერიკელი რეალისტი მხატვრის ედვარდ ჰოპერის სურათი და თქვენ უნდა დაასახელოთ 1960 წლის ჰოლივუდის გახმაურებული ფილმი. ეს ჯერ ქულაზე არ ვთამაშობთ ის სამაგალითო, სადაც შეგვიძლია ვნახოთ აღნიშნული კადრი. 60 წლის ფილმი. მოიცა არ გვინდა გახილვა, პირდაპირ ხო ვაჩვენოთ პასუხი. ხო, ეს არის ალფრედ ჰიჩკოკის ფსიქო. აი დაახლოებით ასეთი სტილის კითხვებია. მიხვდით ახლა, გასაგებია? გასაფრულია გუნდი ძალიან. აი იამეტრეველი იოცნებებდა რომ ეთამაშა ეს თამაში. სურათი პირველი. თქვენს წინაშეა მორის ეშერის ცნობილი ტილო. დაასახელეთ 2010 წლის ჰოლივუდური ფილმი, სადაც შეხვდებით მსგავს კადრს. ინსეფშენი ხო არა, დიკაპრიო თამაშობს და რამე ციხი არის, ხო? ციხია. არა, 2010 არა. რაღაც როლე პარამე ხო არის შოუგანე. ვარ წაჭი რა გამოვიდა, გაიხსენეთ ხო? არ მახსოვს წელი, მაგრამ შეიძლება. დრო ამოიწურა, გისმენთ, ბატონ კახა? ბატონ კახა, გისმენთ? ვინ პასუხობს? მე თვითონ პასუხობ. თქვენ თავად პასუხობთ და ეს რა ფილმია? Inception. ქართულად. საწყისი და საწყისი. ვაჩვენოთ ახლა სწორი პასუხი. ეს არის კრისტოფერ ნოლანის დასაწყისი Inception, ეს სწორი პასუხია. მე სოლი ლუაშვილის ვერსია იყო თუ არ ვცდები, ხო? სურათი ნომერი 2. თქვენ წინაშეა თომას გეინსბოროს ტილო ლურჯი ბიჭუნა, ну ან ცისფერი ბიჭუნა. დაასახელეთ 2012 წლის ჰოლივუდური ფილმი, რომელშიც გამოყენებულია ანალოგიური სცენა დრო. ძველს მასზე უნდა იყოს რაღაც ძველ ტანსაცმელში უნდა იყოს ხო რაღაცა ისეთი რა გეითს მე ხო არა თუ უბრალოდ გეითსბი არ არის ჩარლი და შოკოლადის ქარხანა არა 2012 დორიანი გადაიღეს ახალი როდის გადაიღეს დორიან გრეი არ ვიცი როდის გადაიღეს არ მაქვს დრო ამოიწურა ბატონო კახა დაბძანდით ვინ უპასუხებს არ არის პასუხი ნათია კოჩაკიძე გვეტყვის ახლა ფილმის სახელს და არანაირად არ ვარ დარწმუნებული მაგრამ დიდი იმედი მაქვს რომ დორიან გრეის პორტრეტი დორიან გრეის პორტრეტი ოსკარ უაილდის არა ნუ ეკრანიზაცია ახალი ხო მაგრამ ხო ოსკარ უაილდისა ოსკარ უაილდის რა თქმა უნდა ფილმს გონი მარტო დორიანი ქვია მაგრამ ზუსტად ნამდვილად არ მაქვს გასაგები ყურადღება სწორი პასუხი ვაჩვენოთ 2012 წლის ფილმის კადრი საიდან აქვს აღებული რეჟისორს ეს არის კვენტინ ტარანტინოს ჯანგო გათავისუფლებული სწორედ ასე ჩააცვა ვან ჯანგოს ფილმში ფილმს ეწოდება ჯანგო გათავისუფლებული თომას გეინსბოროდან მოიპარა ეს სახე კვენტინ ტარანტინომ და კვენტინ ტარანტინომ გაათანაბრა კიდეც ანგარიში გათანაბრდა 3-3 გურამ ჭეიშვილი გახდა 500 ლარის
მფლობელი ბაზის ბანკისგან ბატონო გიორგი. რა თქმა უნდა, ასევე ევროკოფეთისგანაც გადაეცემა 400 ლარი მთავარ ანგარიშზე. ხედავთ რომ თქვენ იყო მან სტუდიაში ვერსიები იყო ჯანგოზე. ერთი 400 ლარი დაერიცხება გურამ ჯეშუს ევროკოფეთის მთავარ ანგარიშზე. მეშვიდე რაუნდს თამაშობთ, პირად შეკითხვები გავაგრძელოთ. ნინო ოყრეშიძე ხონიდან ბესო ლილვაშოს ბესო რაზე ოცნებობენ ყველაზე ხშირად ქართველი მამაკაცები? ბედნიერ ოჯახზე არა? ბედნიერ ოჯახზე. მე ბედნიერი ოჯახის რეცეპტი მე მოგვიყევით. გოგიტა ნეფარძე თბილისიდან ნათია ქვაჩაკიძეს, რომელი ფილმის ყურებისას ტიროდით ხოლმე ბავშვობაში. ძალიან ბევრის ბატონო წამყვანო, საერთოდ საკმაოდ გულჩვილი ვარ მაგ კუთხით. ანუ ძირითადად ტიროდით. ქართულ თემატიკაზე განსაკუთრებით. ფესვები. ფესვები. როგორ გადაუარა სუპერბლიცა? სუპერბლიცი არ მოვიდა, ნანა კაცანაშვილი მოვიდა, პედაგოგი ეს კითხვა არ გათამაშდა წინა შაბათს ჭურადის 6-ეულის თამაშზე. ბატონო ნიკა ეს კითხვა შეიძლება თქვენთან მოსულიყო. თუმცა მოვიდა ჭადრაკი და თქვენ უპასუხეთ ნარდი. ბატონო ბესო ლილვაშვილი. დიახ ბატონო. სერგი დურმიშიძე იხსენებდა 1945 წლის იანვარში მეღვინეობის ინსტიტუტის კოლექციიდან შინაგან საქმეთა მინისტრის დავალებით შევარჩიე 40 ბოთლი რქაწითელი. ეტიკეტები ქართულ და რუსულ ენებზე თელავის სტამბაში დავაბეჭდინეთ და ღვინო სამინისტროს გადავეცით. ყურადღება შეკითხვა. ბატონო ბესო. შემდგომში რომელ ქალაქში გაიგზავნა ეს ღვინო? დრო. ვადამდელი? ვადამდელი პასუხი ვინ უპასუხებს? დავით ბაციკაძე უპასუხებს, დაგვისახელეთ. ქალაქი ბატონო დავით? პოცდამი. ეს ქალაქი არის? პოცდამი. მიღებულია ყურადღება. სწორი პასუხი. არ მიაქცეთ ხო ყურადღება რომ იანვარში იყო ეს? და რა აგვისტოში? იანვარში იყო ეს ბატონო დავით და რა აგვისტოში? 1945 წლის თებერვალში სამი მოკავშირე ქვეყნის ლიდერს უნდა შეესვა ეს ღვინო. სად გაიმართა ეს კონფერენცია სამშვიდობო? იალტაში. მაშინ. იალტაში გამართულ კონფერენციას დურმიშის გადმოცემის მიხედვით კი სტალინი, რუზველტი და ჩერჩილი შეხვედრეს ქართულ ღვინოს მიირთმევდნენ. ეს ქალაქი იყო იალტა და არა პოცდამი ბატონო. დავით და ბატონო კაპიტანო. 3-4 გახდა ანგარიში. 3-4 ნანა კაცანაშვილმა მოიგო 500 ლარი ბაზის ბანკისგან. ქალბატონო ია ხედავთ. აი გამოუცდელი გუნდივით თამაშობენ ესე ჭარმაგი მოაზროვნეები. არ აქცე ყურადღება თარიღებს. მერვე რაუნდი გამოუცხადეთ. იესალმები ჩვენი კლუბის უხუცეს დავით ქუჩულორიას, რომელიც ეულად დგას ახლა და ხელავს მოაზროვნეების ბედზე. ბატონ დავით. ისმენთ ბატონ ზამყვანი. აბა გითხარით, ეხლა მე გითხარით თქვენი პროგნოზი რომელიც არასოდეს მართლდება. რატო? ყოველთვის მე მგონი ამ ბოლო დროს ყოველთვის მართლდებოდა და გუნდი საკმაოდ ძლიერია და მგონი ძალად შესწევს რომ ეს თამაში გამარჯვებით დაასრულოს. ნუ ბოლო კითხვაზე ცოტა იჩქარეს, მაგრამ არაუშავს. არაუშავს. ლანჩხუთი მოვიდა. მერი ჩიკვილა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი აკეთი. ბატონ დავით ბაციკაძე. გისმენთ ბატონო. ეხლა დაწყნებდით. არ იჩქაროთ. ილია ჭავჭავაძე თავის წერილებში ქართულ ლიტერატურაზე საუბრობდა დავიწყებულ სიტყვებზე და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა მათგან ერთ-ერთი ქართული სიტყვის ქართულ მეტყველებაში დაბრუნებას. 60-იან წლებში წერდა ილია ყველაზე უწინარეს გამობრწყინდა დავიწყებული სიტყვა მთელი თავისი მიმზიდველობით და დიდებული მნიშვნელობით. ეგრე გაუპატიურებულმა სიტყვამ 60-იანი წლების მოღვაწეთა ღვაწლით და მეოხეობით კვლავ დაიჭირა ჩვენში კუთვნილი ადგილი. დასძენდა ილია. ყურადღება შეკითხვა. ბატონ დავით, ერთი წუთი მერე მითხარით ეს 600-იანი სიტყვა. დრო. ალეო
ხომ არა? რა ვიცი, ეს ვიტყვა ფიქრობ. 60 ფედერალების იგზა მოღვაწეობა. ფედერა, მანამდე რატო იყო ეს სიტყვა მივიწყებული? ამური პრინციპში დავიწყებული იქნებოდა. იბერია ხო არა? იბერია? იბერია ხო არა? იბერია კაი ვარიანტია. იბერიას კაი ვარიანტია. კარგი, 60-ში. კიდე რა წელი იყო და ყვატიანი იბერია. იბერია ყვატიანი. კარგია, კიდე დავიწყებული იქნებოდა თავისთავად კაი ვარიანტია. აბა რა იყო რუსეთის იმპერიის პერიოდში არ ახსოვდა იბერია. ახალგაზრდა სხვა სიტყვით გამიარია. რა იყო, რამაც შემოიტარა 60 წელს. სხვა რა შემოვიდა ისეთ მნიშვნელოვანი 60 დროება არა. რა ის განსაკუთრებით და ანუ ეროვნული შეგნების გამოდიებისკენ და იბერიას მე მგონი გავიარეთ იბერიას. როგორ არის? რაღაც ხო იბერია იქნებოდა ხო? აი სხვა რა შეიძლება იქნებოდა რასთან იქნებოდა დაკავშირებული. სხვა კიდე არ მამული არ გვინდა იბერია. დრო მოიწურა ბატონო გამოიწურა. იღებთ კლუბის დახმარებას არ იღებთ? ავიღებთ ხო? 20 წამი უთხრათ ვერცე. 6 იბერია ჯობია. იბერია ჯობია. სხვა შეიძლება იბერია ჯობია. აღინება იყო მისმაში და მაჩვენებია. სიტყვა აფრენება იყო? არ მახსოვდა მაშინ. აწლი გაფრენებული რაღაც კი იყო. დოლა ვიყო, მაგრამ აი საერთოდ. არა, მაგრამ 3-4 მერე სუპერ ბლიც მერე შეიძლება დრო მოიწურა ბატონო კახა სწორმა ვერსიამ გაიჟღერა. წუთის განმავლობაში გაიჟღერა თქვენი განხების განმავლობაში. გათო ჯოჯო პასუხი. გათო ჯოჯო. ბატონ დავით. ჩვენი აზრით ბატონო წამყვანო, რაც ასევე დასტურეს კლუბის სხვა წევრებმაც, ეს უნდა იყოს იბერია. ანუ ეს ქართული სიტყვა არის იბერია. კი ბატონო, ქართული სიტყვა გახავთ იბერია. ქართული, ანუ იბერია ხო ტოპონიმია. როგორ ქართული? ქართული სიტყვაზე იყო საუბარი. ანუ ეს არის იბერია ბატონო წამყვანო. წერილები ქართულ ლიტერატურაზე და ქართულ ენაზე. მაგრამ მე რა. და მაინც იბერია. ყველანაირ ჩდება იბერია, გაწყინდება იბერია, გაზეთი იბერია და ნუ ამრავი სხვა რაღაცა. და მანამდე მივიწყებული იყო სიტყვა იბერია და 60 წელში. დიდი ალბათობით შეიძლება ნუ ადრე იყენებდნენ სიტყვა იბერია, ოღონდ ეგ არ მახსოვს როდის იყო და ანუ ვერ ჩავეძიები და მეორე რაღაც ამ დროისაც საქართველოს უკვე დაკარგული აქვს დამოუკიდებლობა, დიდი ეჭვი მაქვს, რომ цаრისტული რუსეთი ამოშამთავდა ყველანაირ სიტყვებს, რომელიც დაკავშირებული იყო სამშობლოსთან, ანუ ცენზურას ვერ გაეყიდა. და მაშინ კიდე რა ვერსია გქონდათ? მამული ქონდა, მაგრამ იბერია ჯობია აშკარად, ნუ. გუნდის მოსაზრება ეს არის და მიღებული ყურადღება სწორი პასუხი. მაგრამ ილია საუბრობდა არა ტოპონიმზე. ამ სიტყვაზე თელი თავის მიმზიდველობით და დიდებული მნიშვნელობით და ეს სიტყვა თავისი ტრიადის შემადგენელ ელემენტადაც აიღო. ეს სიტყვა არის მამული. მამული ენა, მამული საწუნოება. ამბობდა ილია ჯაჯავაძე. მერი ჩიკვილაძე ლანჩხუთიდან, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთიდან მიიღებს 500 ლარს, რომელიც მას დაერიცხება ბაზის ბანკის ვიზა პარაძე. ბატონ დავით აბზიანიძე, სარაჯიშვილიდან. როგორ მოგწონთ ჩვენ თამაში დღევანდელი? ძალიან საინტერესოა და ძალიან ცვალებადი მიდის თავიდან რან გააქტიურდნენ თავიდან ისეთ შთაბეჭდილება იყო რომ ადვილად მოიგებენო ხო? ძალიან დიახ მოაზროვნებმა ძალიან აქტიურად დაიწყეს შემდეგ ესეთი აი ცოტა ნაჩქარევი ერთი ორი შეკითხვა იყო რომელზეც ნამდვილად უპასუხებდნენ მაგრამ ოდნავ აჩქარდნენ. ნუ აი ნახოთ კიდე ექნება ჩანსი. მეცხრე რაუნდი. პაციონო ტელემაყურებლო შეგახსენებთ მისამართს რომელსაც შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი შეკითხვები თბილისი 2 სააბონენტო ყუთი ნომერი 5 რა სად როდის ან ელპოსტა რომელსაც ახლა ხედავთ ტელეეკრანებზე. მე კი შეგახსენებთ შემოდგომის სერიის წესებს. შემოდგომის სერია შედგება 4 თამაშისგან რომლებიც თავის მხრივ 2 მიკროდუელად იყოფა. აი ეხლა მიმდინარეობს მეორე მიკროდუელის პირველი თამაში და ვინც უფრო დიდი ანგარიშით მოუგებს ტელემაყურებელს, სწორედ ის გუნდი დაეუფლება ბროლის ბუების წყვილს სვაროვსკისგან. დღეს ჯერ ერთი რომ მოგება სჭირდება მატჩით იცეს და შემდეგ უნდა მასზე უარესი შედეგი აჩვენოს.
და რეები ხდება რომ იტყვიან, ანუ რასაც როდის ხდება, აშკარად არ უნდა ამ გუნდის დამარცხება. ნანა კუსიანი კადრების სპეციალისტი ქუთაისიდან ითამაშებს მაშიტიძის ექსპერტის წინააღმდეგ. ფილატელისტი ხართ რომელიმე ხალ ხო? ბავშვობაში. იცით რა არის? მარკებს ვაკეთებ ბავშვობაში. ყურადღება მონიტორს. ფილატელისტები მოგეხსენებათ აგროვებენ საფოსტო მარკებს. თქვენს წინაშეა მარკების სერია, რომელიც მიეძღვნა ქრისტეფორ კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენის 500 წლის თავს. თუმცა ეს ბლოკი, ეს სერია მარკების, ეს 4 მარკა ბლოკში იყო გაერთიანებული, მალევე ამოიღეს მიმოქცევიდან გაპარული შეცდომის გამო. 99 ცენტი ღირს. შეცდომის გამო. სწორედ ამიტომ ეს ბლოკი განსაკუთრებით ფასობს ფილატელისტებს შორის. ყურადღება შეკითხვა. 1 წუთის შემდეგ ბატონებო, იპოვეთ ეს ისტორიული შეცდომა. გლობუსზე აღნიშნულია უკვე. გლობუსზე, შეხედე გლობუსია და აღნიშნულისა. ყველგან არის მერე ყველა მარკა. არ ვიცი, აი ესე გონე. შეცდომა საცხეა, სერია ესეთია. არ ვიცი რა კიდე შეიძლება. სერია მოიწყო. აი გლობუსი ერთგან არის მარტო. დროშებში ხო არა შეცდომა. ერთ-ერთ მარკაზია. დროშებში ხო არა, რამე და გლობუსი. რა არის მაშინ? რა შეიძლება? კაი გლობუსი ერთი ისტორიული. მიმართულება გემების. მემარცხენე ხო არ იყო და მარცხ. არ ვიცი, რა ვიცი. მიმართულება სწორია? შეხედე თვითონ იმას. კიდე რა. ინგლისურად დააკვირდი რა, ქვემოთ რა წერია, რა სწორად თუ არა. არის რა უკვე დემბების საფალა სამაზია წინა არის მე მგონი 4 ხალხნიანი. აი სულ ბეკგრაუნდზე რა ჩანს. მართლა გლობუსი არ არის აღნიშნული. არის 4 ხალხნიანი უკან რაც არის. კიდე რა შეიძლება. 4 ხალხნიანი, 4 ხალხნიანი. დროშებს შეხედე რა, ჭოჭო რამე იქნებ დრო ამოიწურა. დრო ამოიწურა. ბატონო დავბძანდით. ვინ უბას? არაფერი არ ჩანს საერთოდ. კონტროლ რუკაზე ხატია რაღაცა. კაი, არა გაქვს პასუხი მოკლედ. ყურადღება ორი სიჩუმე. დათობაცკაზე. ბატონ დავით გითხრათ ისტორიული შეცდომა ამ მარკებზე ერთი. რის გამოც ამოიღეს თელი სერია. იმ პერიოდში საერთოდ გლობუსიც არ იყო აღმოჩენილი და აქედან გამომდინარე ამერიკას არ იქნებოდა დატანებული ზედ და სადა ამერიკას არ დატანებულება? შეიძლება აქ არ ვიცი ინდოეთი აქ დატანებული გლობუსი არ არსებობდა მაშინ და არის გლობუსი ამ სურათზე აღნიშნული. რა ვიცი. ერთი წუთი. ანუ თქვენი პასუხი არის ის, რომ იმ მომენტში, როდესაც კოლუმბმა აღმოაჩინა ამერიკა, გვალი რომ არის, ბრტყელი ეგონებოდა არა. გასლაპარაკობთ ის, რომ გვალია დედამიწა ბევრად მანამდე ადრე. არ იყო გლობუსი მაშინ. და არის გლობუსი აღწერილი. არის. მივიღო ბატონ კახა ეს პასუხი? მივიღოთ. ჰა? რაღაც კონდეთ თქვენ მიახლოებული ვერსია სხვა და იმიტომ ამბობ. კაი, არ გინდათ ნუ გინდათ. ყურადღება სწორი პასუხი. ვერ გავიგეთ, ცვლით ბატონ კახა? არა, ცვლით. რატო? თქვენ გონიათ ახლა რამდენიმე მოაზროვნე ტაშერ დაუკრა, მიგანიშნათ რამეს თუ რა? გლობუსი არის ჩვენი აზრით შეცდომა და ახლა კონკრეტულად გლობუსზე რამე გამოხატული არის შეცდომა? არა, საერთოდ მარკაში არის გლობუსი შეცდომა. მარკაზე ასახულია სიტუაცია, როდესაც კოლუმბი დედოფალ იზაბელას მისი გეგმების შესახებ უყვება. ანუ აპირებს ამერიკის აღმოჩენას. საქმე იმაშია, რომ კოლუმბს იმ დროს ვერ ექნებოდა გლობუსი, რადგან ის რამდენიმე წლის შემდეგ შეიქმნა ნიურნბერგში და გაცილებით დიდი ზომის იყო. შესაბამისად, მაგიდის გლობუსები მაშინ ჯერ კიდევ საერთოდ არ არსებობდა. გლობუსი აბსოლუტურად ზედმეტია ამ სურათზე, ის უბრალოდ მაშინ ხელში ვერ იკავებოდა. კოლუმბს დავით ბაციკაძემ რეაბილიტაცია მოახდინა იალტასთან დაკავშირებით და ქულა მოუტანა მოაზროვნეებს. 4-5 გახდა ანგარიში. მინიმუმ და შეამცირეს მე-10 რაუნდი. ბატონო გიგა, გაბელაია ჩვენი სტუმარი და ამალაპარაკეთ. ისმენ ბატონო კახა. აუ თქვენ რა ფიქრობთ თამაშზე, ა? მე უკვე ხელი მქონდა ჩაკდნენ მეთქი წააგეს და უცებ ბაციკაძეს გაუნათდა.
ძალიან დაძაბული შეხვედრა არის, თავიდან გუნდმა ძალიან კარგად დაიწყო, შემდეგ პატარა აროზები ჰქონდა, მაგრამ გამოასწორა. ადრე ირწმუნეს გამარჯვება რაღაც ესეთი შეგრძნება მქონდა. და მე მგონი გამოასწორეს თამაში და საკმაოდ მობილიზებულები არის. ნახოთ, აი რა დაგვრჩა, ხომ მე გეტყვით რა დაგვრჩა მალხას. ბუკია თბილისიდან ეს კითხვაც გადმოვიდა სხვათა შორის, აი მოვიდა კიდეც ბუკია. წინა თამაშიდან ესეც ჭურაძის 6 ორის თამაში არ გათამაშდა. მალხას ბუკია ეკონომისტი თბილისიდან მოაზროვნების წინააღმდეგ. 1926 წელს ევროპის ერთი ქალაქის მერიამ მიიღო სპეციალური დადგენილება. მას შემდეგ ქალაქში ყველა ტაქსი შავ და ყვითელ ფერებშია გადაწყვეტილი. აი ავხედეთ მონიტორს. შავი არის როგორც ტრაურის, ხოლო ყვითელი როგორც სირცხვილის სიმბოლო. ყურადღება შეკითხვა. დაასახელეთ ევროპის ეს ძალიან ცნობილი ქალაქი. დრო. ქალაქები ჩამოთვალეთ ერთ შემდეგ ლონდონი, პარიზი ლოვა და სირცხვილი რაღაც სამარცხვინო მოკლედ ანავე მასობრივი მოხდა ესეც სამარცხვინო დევშულობა მე იქნება რომელიმე გასაბჭოდან რაღაცა შეიძლება იყოს არა შეიძლება უფრო ადრე რაღაც ამ ვინმე ხო არ მოკლეს საზოგადოებრივ ტრანსპორტში რამე ვინმე გაიცეთ მითელი ასანასოციაციები ბიჭო შკოდა ყველა მანქანა აშკარად და ჩეხეთში ესეთი რატო ჩეხეთში არა შკოდა აშკარად ყველა მანქანა შკოდა დრო ამოიწურა. არ ვიცი, მაგრამ ემბლემა გაქრა. დრო ამოიწურა. მანქანის მარკი თუ ხვდები შეიძლება არ არის. ბატონო კაპიტანო, ვინ უპასუხებს? აი მე მგონი ტყუილად გახარჯეთ თქვენ კლუბის დახმარება მაღლზე. ეხლა გამოგადგებოდათ. სიჩუმე დარბაზში. დაასახელეთ ევროპის ეს ქალაქი ცნობილი. არა პასუხი. აი, ამბობთ რამე ქალაქს თუ არ ამბობთ? აი ბიჭო. ქალაქი არის დრო. კაი, ბერლინი იყო. ბერლინი. მარტო პირველი ასო გამოიცნო. ახლა კი დარბაზს მიცეთ საშუალება უთხრას თავის ვერსიები. საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოხდა. და ვერიც და მან ტაქსი იყო და კაკრას ვერიც ხო რა. ბატონო ჯოჯო არა ხართ მაგალითში ნამყოფი? არა, სამწუხაროდ არა. ვერიც ნოლა ტაქსიმან არ ჩასვა ეგონა ვიღაც ქუჩაში ისე იყო. ისე დონძებში გამწყობელი. და არ ჩასვა ტაქსში. ყურადღება სწორი პასუხი. 1926 წლის 7 ივნისს ტრამვაი დაეჯახა ქალაქის მთავარ არქიტექტორს, რომელიც იმ დროისთვის ღარიბულად იყო ჩაცმული და სიკვდილთან მებრძოლი არც ერთმა ტაქსიმ არ წაიყვანა საავადმყოფოში, რადგან შეეშინდათ, რომ ფულს არ გადაიხდიდა. ამ ფაქტს ასე გამოეხმაურა ქალაქის მერია. მას შემდეგ ანტონიო გაუდის წინაშე სირცხვილის გასახსენებლად ბარსელონას ყველა ტაქსი შავ და ყვითელ ფერებში არის გადაწყვეტილი. 4-6. აი დღეს გამარჯვებული ტელემაყურებლები. ბატა ალიაშვილი თელავიდან შეკითხვა უკრაინის ჰოლოდომორზე მოიგო 500 ლარი. კეთილ ფირანიშვილმა შალვა კარმელის ლექსი მოიგო 500 ლარი. გურამ ჭეიშვილი თბილისის ბლიცი იყო კინოსურათებზე მოიგო 500 ლარი. ნანა კაცანაშვილმა ქართული ღვინო იალტისათვის რო ჩამოასხეს იალტის კონფერენციისთვის მოიგო 500 ლარი. მერი ჩიკილაძემ ლანჩხუთიდან შეკითხვა იყო ილიაზე და სიტყვაზე მამული 600-იან სიტყვაზე მოიგო 500 ლარი და მალხას ბუკიამ ბარსელონას ტაქსებზე დაამარცხა მოაზროვნეები 500 ლარი. რაც ნიშნავს იმას, ახლა ტაბლოს ავხედოთ, რომ
მომავალ შაბათს მათ მოწინააღმდეგეს, ანუ მათში დიდ სექსუალს მოწინააღმდეგეს ალექსანდრე ლორდ-კიფანის სექსუალს ნებისმიერი ანგარიშით მოგება აძლევს ხელს. მოგებული კი დაეუფლება სვაროვსკის ამ ჩვენიერ ბროლის ბუების წყვილს. მომავალ შაბათს მიკროდუელის მეორე თამაში ითამაშებს ალექსანდრე ლორდ-კიფანის სექსუალი საღამოს 7-ისა ბატონო სანდრო. მოგესალმებით ბატონო წამყვანი. მიდის მზადება თამაშისთვის. მოსინჯეთ დღეს ძალები კბილი მოუცინჯეთ. სრულყოფილად ვერ, იმიტომ რომ გუნდის ორი წევრი იმყოფება ფრანკფურტში, ციგნის ფესტივალზე, ერთი ლონდონში, IT კონფერენციაზე, შესაბამისად განახევრებული შემადგენლობით ვართ, მაგრამ შემდეგ შაბათს ალბათ იგი ყველა ადგილზე იქნება. შემდეგ შაბათს აუცილებლად Skype-ით არის თამაშებს გუნდი. კი, არა, შემდეგ შაბათს ვეცდებით და აუცილებლად კეთილი, წარმატებული დებიუტი უსურვოთ თქვენს ახალ გუნდს. მომავალ შაბათს მოაზროვნების ინტერესების დამცველი დაასახელებს დღის მოაზროვნეს. დღეს ის ანგარიში დამთავრდა თამაში. ისე მოხდა რომ მე მგონი გუნდში ძალები თანაბრად გადანაწილდა, მაგრამ მე აუცილებლად მინდა გამოვყვა არაჩვეულებრივი პასუხი, რომელზეც კითხვა, რომელზეც ფაქტობრივად მარტო მითამაშა, ბატონმა კახა, მინდა უდიალენის კითხვის აღებისთვის. დღეს საუკეთესო მოაზროვნე კახა მაჩიკიძე დავასახელო და გადავცე სოკარისგან ბარათი, რომელზეც დარიცხულია 200 ლიტრი ნანო საწვავი. უღრმესი მადლობა კახა მაჩიკიძე. და დღის ტელემაყურებელს გვეთქვის ტელემაყურებელთა ინტერესების დამცველი. ბატონო წამყვანო, პირველ რიგში ტელემაყურებელს მიულოცავ გამარჯვებას. მინდა გითხრათ, რომ ბოლო წუთამდე ძალიან განვიცდიდი, საუკეთესო იყო სტუმრის კითხვა, რომელსაც ვერ დავასახელებდი, თუმცა მალხაზ ბუკიამ გამოესწორა ეს სიტუაცია. მისი კითხვა დღეს იყო საუკეთესო და ვასახელებ საუკეთესო ტელემაყურებელს. ანუ ბარსელონას ტაქსებზე შეკითხვა, მალხაზ ბუკია დღის ტელემაყურებელია. და სირხნეთის წარმომადგენელი რას გვეთქვის? მე მინდა რომ დღესაც ორად გავყო ჩვენი პრიზი და მართლა ძალიან საინტერესო კითხვა იყო ბოლო და არ იყო დაგეგმილი, მაგრამ ჩემი პრიზიც ანუ სილქ ბარათიც მინდა ბატონ მალხაზ ბუკიას გადავცე და რაც შეეხება National Geographic-ის ბიბლიოთეკას და გამოწვევას, მინდა ერთგვარი დასამშვიდებელი პრიზის სახით გადავცე ბატონ დავით ჭოჭუას, რომელმაც ამ საინტერესო კითხვაზე პასუხი იცოდა, მაგრამ რადგანაც ვერ გაიცნო. დავით ჭოჭუას გადავცეთ, ჟურნალები მაინც იკითხოს. სამშობლო კომპანია GBG-ის აღმასრულებელი დირექტორი რას გვეთქვის? სამწუხარო არის გუნდის დამარცხება. ამ გუნდში ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი თამაშობს, მაგრამ ამჯერად მე მინდა გამოვყო და ბატონ დავით ჭოჭუას გადავცე სამშობლო კომპანია GBG-ის 10,000 ლარიანი ვაუჩერი. რომლის გამოყენებასაც შეძლებს შროში სოყნი. უღრმესი მადლობა და ევროპა ბეთის 400 ლარი დაერიცხა გურამ ჭეიშოს ხო ტელემაყურებელს? დაერიცხა ბატონო. უღრმესი მადლობა და მე შევახსენებ ჩვენს ტელემაყურებელს, რომ თვალ მსოფლიოს პოკერის ტური იწყება თბილისში. თავი რედაქტორი. ეს ის შემთხვევა არის, ბოლოწამყვანო, როცა თავიდან ძალიან ისეთი კარგი თამაშის ფონზე, როცა გუნდი 3-1 დაწინაურდა, ყველაფერი მართლა ცოტა დისონანსი შეიტანა გუნდის თამაშში და მე ვფიქრობ, რომ ცოტა ვადაზე დროზე ადრე იწვინეს გამარჯვება. აქედან ის სიჩქარე გუნდმა ახალგაზრდობა გაიხსენა და ესე იგი ისე ჩქარობდა როგორც ახალგაზრდობაში ხოლმე. ფიქრობ, რომ აღოდ არ მითხრათ ახლა ბატონო მთავარ რედაქტორო, ყველაფერი წინა აქვთ მათ და ესეთი ფრაზები, იმიტომ რომ ფაქტი სამწუხაროა, მაგრამ ფიქრობ, რომ კაი თამაში გამოვიდა. დიდი მადლობა. თამაში კარგი იყო, ნამდვილად თამაში შედგა. შევხვდებით ერთმანეთს მომავალ შაბათს 7 ნოემბერს შემდგომი სერიის ბოლო თამაში ალექსანდრე ლორდ-კიფანის ახალ ექვსეულთან ერთად. ყველას დიდი მადლობა. რასადროდის